დიდი მადლობა. თუმცა მე მგონი ვინ არის წინააღმდეგ განაცხადის ხელში არ აქვს. რაღაც მოიშვა. ძალიან დიდი მადლობა მოგიხადოთ ყველას ნობისათვის, ხარდაჭერისათვის. პირველ რიგში თქვენის ნებართვით უმეტეს მადლობა მოგიხადოთ საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც პარლამენტიდან დღეს ესწრება საქართველოს მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირის წევრობას. დიდი მადლობა უთხრა ყველას, ჩვენს რაიონული ორგანიზაციებს, თითოეულ დელეგატს, ყველა ახალგაზრდას, ვისთანაც ერთად გავატარებთ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთაგანისათვის უკანასკნელი შვიდებათვე. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია დღეს არჩეული ვიყო საქართველოს მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარე. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დღეს ამესწავლებას ვღებულობ იმ ადამიანებისაგან, ჩემი თანამებრძოლებისაგან, ჩემი მეგობრებისაგან, ვისთანაც ერთად გავატარებ 6 წელი საქართველოს მოქალაქეთა კავშირში. ეს არიან ლევან მამალაძე და მე თქვენის ნებართვით თითოეულ მათგანს სტაჟს დავუკრავდა. მიხეილ ჭკუასე, მიხეილ მაჭავარია, ლევან ავარია. სამწუხაროა ჩვენმა არქივმა არ მოგცა ის საშუალება, რომ მთელი ჩვენი ისტორია რეალურად აგვესახა და დღეს კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა თქვენთვის. ძალიან ვიხარია ყველასა, რომ ჩვენთან ერთად არიან ის ადამიანები, ვისაც ერთად არამარტო ახალგაზრდებმა, ყველა მოქალაქეთა კავშირში დავიწყეთ ჩვენი ბრძოლა ნორმალური, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შენობისათვის. პირველ რიგში აქ იმ ადამიანებს მოვიაზრებთ, ვინც სათავეში ედგნენ საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ჩამოყალიბებას. აბრძანებიან ბატონი რეზო ამაშუկელი, ჩვენი საინიციატივო ჯგუფის წევრები, ყველანი, ვინც ხარში დებდნენ და მე არ დავიწყება ის სიტყვები, რომელიც მათგან მოუწმინე საქართველოს მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირის პირველ ყრილობაზე, სიტყვები მხარდაჭერისა და თანადგომისა და დღემდე ასეც გრძელდება. ერთი რამ უდავოა, რომ ჩვენ როდესაც ამდენ დასაწყისზე საუბრობთ, მე პირადად ჩემ მეგობრებთან ერთად დავიწყეთ მაშინ, როდესაც პრინციპში იმედგაცრუების ყველაზე მეტი საფუძველი არსებობდა. ეს გახდა 92, 93, 94 წლები, მე თავს არ შეგახსენებ კონკრეტულად ამ პერიოდის აღწერა. მაგრამ ეს იყო პერიოდი, როდესაც პრაქტიკულად მე ყოველ შემთხვევაში დამეკარგა განცდა იმისა, რომ ჩვენი ოცნება ავაშენო დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო შეიძლება ამ ოცნებამ თავისუფლად შეიცვალოს. მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ სიმტკიცემ ჩვენი გადაწყვეტილებისა, აი ამ სიმტკიცემ ჩვენ პრაქტიკულად აი ეს პირველი პრობლემები, ყველაზე მძიმე პერიოდი საქართველოს უახლეს ისტორიაში, ყველამ ერთად დავძლინა. ჩვენ აქ პატარა შედარების მოყანა შეიძლება 93-94 წლის ნიშნაზე ვიდექით ერთი უზარმაზარი აღელვებული მდინარის პირას და შანსი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა გადაგვეჩინა, მხოლოდ ერთი არსებობდა. შეგვეცურა მორევში და გავსრულებთ მეორე ნაპირას. სხვა შანსი ჩვენი გავალთ არ ჰქონდა. ჩვენ მივიღეთ არი გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ჩვენი ქვეყანა ავაშენოთ. ამ გადაწყვეტილებამ აი ეს ნაბიჯით გავაგებია. ჩვენ გავიარეთ ძალიან მძიმე პერიოდი, ძალიან მძიმე ეტაპები. ან 5-6 წლის განმავლობაში და დღეს როდესაც სულ 2 ხეთის მოსვლა გვაქვს ამ ნაპირამდე, შეიძლება ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ჩვენ ერთი რამ მინდა კიდევ გითხრათ, რომ ხელი ჩვენ არ ჩამოთვლია მაშინ, როდესაც 1991-92 წლებში თბილისში ომი. ხელი არ ჩამოთვლია სამოქალაქო ომისა და დაპირისპირების პერიოდში. ხელი არ ჩამოთვლია მაშინ, როდესაც დავკარგეთ სოხუმი. ხელი არ ჩამოთვლია მაშინ, როდესაც ქვეყანას ქაოსი და ანარქია მართავდა. ხელი არ ჩამოთვლია მაშინ, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ტერორისტულ აქტებს უწყობდა. და დღეს მით უმეტეს ხელს არ ჩავუდგეთ, იმიტომ რომ დღეს ბევრად უფრო მეტი ვარ, ბევრად უფრო ძლიერი ვარ და ბევრად უფრო წინ სწრაფები ვარ ჩვენ მიზნებში. და ერთი ამოყარება, რომ ჩვენი მოგონება, ჩვენი ენერგია, ჩვენი შემართება საბოლოო მიზანს კიდევ უფრო დაგვაახლოვებს. დღეს ჩვენს გვერდით დგას ისეული ახალგაზრდა, ვინც არ გაუშვებს იმას, რომ კიდევ ერთხელ ვინმე წაბრძოლოს დაგმაშენების საფლავი საქართველოში. დღეს ქართველი ახალგაზრდა არ გაუშვებს იმას, რომ ვინმე კიდევ ერთხელ შემოაბრუნოს ბედის გორბანი უკუღმა. ჩვენ შეგვიძლია ყარად განვაცხადოთ, რომ ჩვენი თემით ისწავლა, ვინც ითხოვებს იმ საქართველოში, სადაც რუსის შექმნა ვეღარასოდეს ვეღარ იბატონებს. ჩვენ გვიჭირს უამრავი პრობლემა გვაქვს, უამრავი ძალიან მძიმე გადაწყვეტილებების წინაშე ვდგებით ხოლმე, მაგრამ
არ მოსწონს აღნა დაგუწყოს რომ ახალგაზრდები ვართ. ერთიც არის რომ ხშირ შემთხვევაში გამოცდილებასაც ვიწუნებენ, მაგრამ მე პირადად და ჩემს მეგობრებს ამის თაობაზე არაერთხელ გაიჟღერეთ ეს ამ დარბაზში, რომ გვიჩვენია გამოუცდელი, მაგრამ პატიოსანი, პატრიოტი, პროფესიონალი ახალგაზრდა ვერ გამოცდი, მაგრამ კორუმპირებულ ჩინოვნიკს, რომელიც თავის საკუთარ სამშობლოს როგორშად გაყენს. ჩვენ არავის წინააღმდეგ არ გამოვიდივართ, ჩვენ გვინდა მხოლოდ სიღრმისეული ცვლილებები, სისტემური ცვლილებები იმისათვის, რომ ქვეყანა ამ კრიზისული მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ. ერთიც არის, რომ არავის არ უნდა მივცეთ საშუალება. მე მოვუწოდებ ყველა ჩვენს წევრს, ჩვენი ორგანიზაციის არავის არ უნდა მივცეთ საშუალება იმისათვის, რომ სპეკულაციის ობიექტად აქციოს ახალგაზრდა. ამას რომ ვამბობ, ამის საფუძველს მაძლევს ჩვენი შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ის სიტუაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ჩვენ ადგილებზე გვხვდება. ჩვენთვის ახალგაზრდობა ეს არ არის მხოლოდ ამ ახალგაზრდობის ელიტარული ნაწილი. ახალგაზრდობა ჩვენთვის არის ის სტუდენტი, რომელსაც უჭის, მაგრამ თავის სამშობლოს ანაცვლებს თავის სიცოცხლეს. ჩვენთვის ახალგაზრდობა არის ის ლექი ბიჭი, ფერმერი, რომელიც მუქჯალ ყველად შრომობს, წელებზე თეთრს გავს, მაგრამ არასოდეს არ შეკვებია არანაირ პრობლემას. ჩვენთვის ახალგაზრდობა ეს არის თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, სოფლებში მოსიარულე გოგონები და ბიჭები, რომელსაც ხელი მიუხედავად იმ პრობლემისა, რომელიც ყოველდღიურად ჩვენ თავის ადამიანის განსაკუთრებულად წინ გვხვდება, ხელს არასოდეს არ ჩაუდგენ. ჩვენ თითოეულ მათგანთან და დამეწმუნება ალბათ თითოეულ თქვენთანავე ამ დარბაზში შეკრებილი თითოეული დელეგატი, რომ მათთან მივდივართ და პირველ რიგში მივდივართ იმისათვის, რომ იმედი მივიტანოთ. ნახეთ, გადავალოთ უბრალოდ თვალი, ვინ არიან ყველაზე წარმატებული ბიზნესმენები, ვინ არიან ყველაზე წარმატებული ბანკირები, ყველაზე წარმატებული მუსიკოსები, მხატვრები, ფერმერები, ახალგაზრდები არიან, ახალგაზრდები, რომლებსაც მოაქვთ ახალი იდეები, ახალი ინიციატივები და მხოლოდ ახალი იდეებს, ახალი ინიციატივები შეუძლიათ ფეხზე დააყენონ ახალი საქართველო. რატომ ვართ მოქალაქეთა კავშირში ამ კითხვასაც ხშირად ვისურვებ. ძალიან მარტივად შეიძლება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ ეს არის ჩვენთვის პირველ რიგში, ეს არის ახალგაზრდების პარტია. ეს არის პარტია, რომელიც აძლევს ახალ შანსს საქართველოს ახალგაზრდობას. ჩვენი პირობა, ეს დასტურია ისეული ახალგაზრდების ერთიანობის. სმარტი, განახლებილი და საფშეცვლილი არის და ეს პირობაც ვფიქრობ ამის ნატური გადასტურება. თუმცა იდეები, რომლის გარშემოც თუნდაც ის ახალგაზრდების შეჭრილებს, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, ჯერ კიდევ საკმაოდ აქტუალურია. ეს ჩვენ რიგებში ბრუნდებიან ის ახალგაზრდები, ვინც დატოვა ჩვენი ქვეყანა, მიიღო განათლება, ახლა მზად არის თავისი ცოდნა, თავისი ენერგია, თავისი გამოცდილება, რომელიც მან დასავლეთში მიიღო, ჩვენთან ერთად საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სამშობლოს მოახმაროს. ყველას უნდა ესმოდოს ჩვენ გამზადებული რუსული რეცეპტები, თავად რუსეთში საღარჩის დღეს. ჩვენ გამოვიდივართ იმ ნანგრევებიდან, რომელიც იმ ადამიანთა დამსახურებაა სხვადასხვა შორიდან, ზოგიერთი რეგიონიდან ვიჟინებენ. პატარა სახესების და მათი კაპრიზებს, ჩვენს ქვეყანას ვერ გადავაყენებთ. ჩვენთვის მომავალი არჩევნები, ამაზე ძალიან ხშირად საუბრობენ მოქალაქეთა კავშირის ხელმძღვანელობაში. მომავალი არჩევნები არა მხოლოდ რეფერენდუმია. ამ ახალგაზრდობისათვის, ვინც ამ დარბაზშია და კიდევ უფრო მეტისთვის ამ დარბაზს გარეთ, მომავალი არჩევნები ჩვენი დიდგორი არის. 8 საუკუნის წინ საქართველოს შეძლო ჩვენმა ღირსეულმა სახელმწიფოებმა წინაპრებმა გაემარჯვებინა თავის დიდგორში. ჩვენ დიდგორი წინ გვემის. დრო პრაქტიკულად აღარ იქნეს. 3 თვეში მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ერთად ახალგაზრდებს და ძველგაზრდებს ჩვენს დიდგორს მოვიდეთ. დიდგორს, რომელიც მოგცემს შანსს ღირსეულად შევაბიდოთ 21 საუკუნის საქართველოში. დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ ყველას აქ მოგზაურობისათვის, ყველა დელეგატს. ყველა დელეგატს პირველ რიგში კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამას საქართველოს პრეზიდენტს, იმისაც რომ დღეს ის ჩვენთან არის, ყველას იმ ხარდაჭერისათვის და თანადგომისათვის, რომელსაც ამ წლების განმავლობაში ჩვენ განვიცდით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და თუ ნებას მომცემთ, სანამ პრეზიდენტს დაუშვებთ ამ ტრიბუნას, მაქვს პატივი, რომ ტრიბუნაზე მოვიწიო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ჩვენი ორგანიზაციის ძალიან დიდი მეგობარი, რადმი ჯგუფიანი.